მოგესალმებით მეგობრებო, მე უბრალოდ მინდა დავიწყო ისტორიით, რომელიც ერეკლე მეორის ძეგლზე დაიწყო. მნიშვნელოვანი საკითხია. მე ერთ ამას ვიტყვი რა. ის ნაბიჯვრები, რომლებიც ლევან ბერძენიშვილის თამადობით ერეკლე მეორის ეძახდნენ მოღალატეს, ქვეყნის გამყიდველს, და ამაზე როგორი კამპანია ჰქონდათ ძალიან კარგად გახსოვს. ეხლა ის ნაბიჯვრები გადაკეთდნენ პატრიოტებად და ხმალი რატომ არა აქვსო? ერეკლე მეორის მეფეს. ანუ ხმალი რატო არ აქვს? ეს საკითხია. სატუტარეს განხილვა. ხმალი ექნება თუ არ ექნება ეს ხელოვანის იდეაა და ასე შემდეგ. მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ როგორი მართლა უპრინციპო არ ქვია ამას რა. ფეხებზე კიდიათ რა აქვს აგენტები. არა, აგენტები მოდი. ჩაულებრი ხო, დაავალებენ ამას იტყვიან, დაავალებენ იმას. მაგაზე თან აქ არ მინდა მოვყვე ზუსტად როგორ და რანაირად, მაგრამ მე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ კახეთში იყო ერთ-ერთი რაღაცა კამპანია, სადაც იმ პერიოდის ბაიდენის ადმინისტრაციის ქართული რედაქციის წარმომადგენელმა კელი დეგნანმა ვთქვათ ესეთი კითხვები და იმიტომ რომ არ ვიცი ზოგადად ლიბერალურ დემოკრატიას ახასიათებს ისტორიის არაკონტექსტური კითხვა, რომ ვერ ჩადიხარ იქ და მან ესეთი რაღაც კითხვა დასვა, იმიტომ რომ შეხედე ერეკლე მეფე წავიდა რუსეთისკენ, პრორუსულია, მიუხედავად იმ კონტექსტებისა, რაც იქ იყო, რომ ეს რუსეთი ევროპა იყოს. და რაც თავარი ჩვენი სარწმუნოების შენარჩუნება იყო და სარწმუნოების შენარჩუნება სახელმწიფოებრიობის და მეორე მხარეს სხვა რაღაც იყო. ეგ არის მნიშვნელოვანი. დროსა და სივრცეში რო განიხილო საკითხები და იმან იკითხა, რომ პრორუსი მეფე, ესე პრორუსი მეფეს აფეთიშებთ და მე დაიწყო უკვე დიდმა აგენტებმა ამ ბატარებს დაავალეს და ილაპარაკეს თუ ხა რარჯი და ხო ლევან ბერძენიშვილს აქამდეც არ უთქვავს ეგეთი რაღაცები, მეტნაკლებად ხვდება ეხა რა უნდა თქვას და რა მაგმიმართულებით რა, არა რატო არა ხო დაგავალებენ და მით უმეტესი დაიწყეს ჩვენ გვახსოვს ის კამპანია რაც მოყვა მეფე ერეკლეზე ჩვენ ვიფიქრეთ რომ ეს შეიძლება რაღაცა ერთჯერადი ესეთი ნათქვამი ყოფილიყო რაღაც ამას მოყვა მთელი კამპანიური სახე რომ აი ეს უსამშო აი ეს რადიკალები ესე იგი ერთხმად შეთანხმდნენ რომ სანამ მეფე ერეკლე არ იქნება გამოცხადებული მოღალატეთო როგორც ლევან ბერძენიშვილი ხო არეშველებოდა ეს რატო არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი რაც აი ხო ჩვენმა პრემიერმა და ქალაქის მერმა ესე იგი ეს ამ ძეგლის ძეგლები ზოგადად არის მე რამდენადაც ვიცი საბჭოთა კავშირის პერიოდში როდესაც აი ეს მასობრივი პროპაგანდა შემოვიდა ხო და ნაცისტურ გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული ხალხი იყო აი ის ვინც ძეგლებს აკეთებს მიხვდი ეს მოკანდაკე ხო იმიტომ რომ ისინი მათ შორის იმ პერიოდის გრაფიკოსები არის პოსტერებს საბჭოთა პროპაგანდისტულ კოსმოსის ხო ეს არის უმნიშვნელოვანესი რა აი ჰოლოკოსტის როგორ დაუყოფა ხდება ხო საკითხის და ზუსტად ჩვენ ამით ხო ეს ძალიან დიდი სიმბოლური და ძალიან მაგარი ნაბიჯი იყო ეს არის აი ჩვენი სუვერენიტეტის იდეა რა რომ აი ძლიერები ვართ და ამ ზემოდან მოწოდებულ რაღაცას გინდა ევრობიუროკრატებისგან, გინდა სხვა უცხო ძალებისგან არ მივიღებთ და რასაც გვეტყვიან ჩვენ დისკურსი გვაქვს და ჩვენი ისტორია გვაქვს და ვიცით რა. აი მე ესე აღვიქვი ყველაფერი და ამ სიფრთხეზე ვხედავ ამის მნიშვნელობას. ეგ ცალსახად არის ძალიან კონკრეტულად დაკვეთილი იდეოლოგიური ნარატივი. დღესაც რომელიც ხო დღეს ხო არ დაიწყო ძეგლი რა შუაშია როგორც კი გაჩნდა პირველად საჯარო დისკუსია, რომელსაც არანაირი საფუძველი არ ჰქონდა რომ გამჩნდარიყო. იმასთან დაკავშირებით რომ ერეკლე მეფე თურმე ვიღაცების თვალში არის მოღალატე, მე ამას უძღოდა მედია კამპანია. გახსოვს რადიო თავისუფლებას მაგალითად ჰქონდა ასეთი სტატია, სათაურში ეწერათ ღალატობდა თუ არა ცოლი ერეკლე მეორეს. და რაღაც ჟურნალისტურ გამოძიება ჩაატარეს ამ საკითხზე. და ვიღაც ტიპი წერდა რომ აი რაღაცა ეს გარემოებები იკვეთება რომ შეიძლება ცოლი ღალატობდა ერეკლე მეორეს ან საკითხი იდგა ესე რომ ერეკლე მეორეს ფიგურა მაქსიმალურად ყოფილიყო დაკნინებული ერთი და რამ გამოიწვიეს ეს მოხდა მას შემდეგ რაც გაძლიერდა სამშვიდობო რიტორიკა იმიტომ რომ რეგიონში არსებულმა ომებმა გამოიწვია რომ ეს გადარჩენს აუცილებელი ნარატივი გაძლიერებულიყო
და მეორე ერეკლე მეორე როგორც საქართველოს ტრადიციის და საქართველოს კულტურის და საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ბურჯი როგორც ყველა სხვა დანარჩენი, თორე ერეკლე მეორე სანამ მოიგებდნენ მიზანში, მანამდე არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურა, ყველა იდეოლოგიური ისტორიული ფიგურა ამოუღიათ, ხო? რამდენზე თქვა შვილი და შვილთაშვილიო, რამდენ მეფეზე თქვა? კი ბატონო, ამ ფლანგისთვის ამ ნაცების ლიბერალებისთვის ან ორი ის არის, ხო? მან შრე ერთი რომ საერთოდ არანაირი ღირებულება არ გააჩნია ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან როგორც ისტორიულ ფიგურებს და ისე ადამიანებს რომელსაც ავტორიტეტული სახელები აქვს და მეორე რომ მათთვის ერთადერთი ისტორიულ კონტექსტის გამოყენება ხდებოდა, კარგად გემახსოვრებოდა ძალიან ბევრი ჯგუფ მოყოლილი კვლევა, თუ ეს დაკავშირდებოდა როგორმე მიშასთან. ანუ ილია ჭავჭავაძის ლაპარაკი იყო, რომ აი ჩვენ ლიბერალიზმში უნდა გამოვიყენოთ ილია ჭავჭავაძე, დავით აღმაშენებელი იყო, რომ მიშას უნდა გამოვიყენოთ და ასე. და თვითონ ზეგლის ესთეტური ნაწილი. არა, მაგასაც ხო, მაგასაც. ბიჭო, ის ხალხი არ უნდა ლაპარაკოს, რომელიც ერეკლე მეორეს მოღალატეთ რაც ხდა. რომელმაც გაამართლა ფუტურისტული მე ჭალებში ფუტურისტული თამარ მეფის ძეგლი მაგალითად. კი, იმ ბოჩოლაზე ზის. ხო, მოდი რა პირდაპირ. რამე რო უყურებ თამარ მეფე მე მაქვს პრეტენზია რა ძეგლის დადგეს თანამედროვე ხელოვნებაში სუდად ვერ ყვევი, მაგრამ ვერ ყვევი და იმ კრიტერიუმებსაც არ აკმაყოფილებს. ეგეც გვერდით გადადე. ესენი არის ხალხი, ვის დროსაც დაიდგა ძეგლი კვერცხებზე და ესენი არის ხალხი, რომლებმაც გაიტანეს ველოსიპედი და როცა გაიტანეს დავით აღმაშენებლის ძეგლი გაასეინეს. მეგობრებო, მე უბრალოდ გზაქონია თქო შეუ. მეგობრებო, მე ერთ რამეს დავამატებ უბრალოდ მეც არაფერს, რა თქმა უნდა ეს არის იდეოლოგიური დავდასხმების სერია რუსეთის წინააღმდეგ პირველ რიგში მიმართული, იმიტომ რომ პრიმიტიულად აზროვნებს deep state-ი, პრიმიტიულად აზროვნებს ის ადამიანები, რომლებიც მათი მონები არიან აქ და ჩვენი მეფე იყო რუსეთთან შეერთების პირველი ინიციატორი, რუსეთთან თანამშრომლობის შეერთება მერე იყო რუსეთთან სტრატეგიული კავშირის პირველი ინიციატორი და ამისთვის ამ მოვლენისთვის უნდა დაერთხათ, ხო? ეხლა რაც შეეხება ძეგლებთან მიმართება შენ კარგად თქვი. ძალიან კარგად თქვი, რა არის ძეგლი თანამედროვე სამყაროში და რისი განსახიერება უნდა შევძლოთ და მოდი პირდაპირ გეტყვით რა. შეუნაძის პერიოდშიც იდგმეოდა ძეგლები, საბჭოთა კავშირის დროსაც იდგმეოდა და ეხლაც იდგმება. და მიშას დროს ვისი ძეგლი დადგეს? კვერცხებზე დადებული, ან მიშას ხო უნდა უკდავეყო თავისი ასე ვთქვათ შემოქმედება ქვეყანაში, თავისი ეპოქა. მიშას ეპოქის ძეგლი, ველოსიპედი, ის რაღაცა უაზრო. უძრაობის სიმბოლოა, ბიჭო, ეგ ველოსიპედი ორივე მხარეს საჭეა. აი ხა გეტყვით რა. ველოსიპედი, შემდეგ გაურკვეველი დანიშნულების. არა, მონუმენტები რა იყო? გაურკვეველი კენედი ძმაო. კენედი კი არა, რეიგანი. ასე უძლია, ვაფშე მიშას ეპოქა და რა ფული არ ქონდა. ვინც არ იჯერებთ რომ მიშა ცუდია, აი მარტო. აი მარტო. აქედან შეხედეთ. იყო რისი უნდაყოფა მოახდინა რა იდეების. ერთნაირი შადრევნები ხაშურში არა, მოცეკვავე შადრევნები ცალკეა. აბსოლუტურად ერთნაირი შადრევნები ხაშურში, გახსოვს ავლაბარში 26 კომისრების მეტროს წინ რომ ისეთივე შადრევანი იყო, ბავშვები იყავით მაშინ პატარები. და კიდევ რა, აი ეს რიყეზე განლაგებული აბსოლუტური სიგიჟე, დოქები. ანუ მოდი ესე შევხედოთ რა, ეპოქა ძეგლით განისაზღვრება რა. კარგით, მოდი გავუშვათ პატაბურჭულაძე, იმიტომ რომ პატაბურჭულაძე განსაკუთრებული იდიოტია და განსაკუთრებულად უნდა შევახსენოთ 4 ოქტომბერს რაღაცის სურვილებს, რომ ვინ არის მათი ბელადი. ეს 4 ოქტომბერი არ იბადება 4-ში და არ თავდება 4-ში. ეს 4 ოქტომბერი დაიბადა 300 დღის უკან, რომელიც ვითარდება დიდდება და 4-ში იქნება დასასრული. აი იმისი, აი ეს რასაც ჩვენ ვძახით მშვიდობიან რევოლუციას და დამხობას. გავაგრძელოთ იმითი, რომ აი თქვენ რო თქვი ჩემი დაჭერა. იმდენად უკვე ვართ ჩვენ ორგანიზებული, ჩვენ ჯგუფში ვინც ვართ. ჩვენ ვიცით ლევანი ვინ უნდა შეცვალოს, მე ვინ უნდა შემცვალოს, ისე რომ ჩვენ ყველას ყავს სათადარიგო შემადგენლობა. ისე რომ 4 წელს ესენი ვერ გააჩერებენ. აჰა, გუში რას ვამბობდი მე? 4 რევოლუცია დაიკიდება თარიღებენ.
იქნება 10 თვის წერტილი მეტი და გაგრძელდება. არა, ეს არის თხოვნა არ დამიჭიროთ, ისე ეს არის მაო ის კაიხანია გაცხადებული, მაგრამ 4 ოქტომბერში რაც იწყება 4-ში არ თავდებაო. აქამდე მთავრდებოდა 8 საათზე უკვე იბარება. 8 საათზე იბარება. რაც ხდება 4-ში რჩება 4-ში. მაგრამ ეგეთი სლოგანი ეს მეგობრებო, ეს ითხოვს ახლა რომ მოდი რომ მაინც მე ვიქნებიო. მე ხო დებილი ვარ და არ დამიჭიროთ, შეიძლება ვინმე ჩემზე ჭკვიანი იყოს, ჩემს მერეო და სწორია, რა ვიცი. რამეს თუ გააკეთებს არასდროს ბატონი პაატა, რამე დვიჟენიას, რამე სტარს კანონთან შეუსამოს, დაიჭერენ კი არა, დაიჭერენ. გასტროგავი. ანა დოლიძე. ისეთი სიმახინჯე მოხდა აქ ოპოზიციაში ბოლო თვეების განმავლობაში, რომელიც სხვათა შორის ზედმიწევნით იმეორებს, რაც მოხდა ვენესუელაში, რაც მარწმუნებს, რომ რაღაცა კლასიკური სცენარია. ეს არის დაყოფა და ის, რომ ბოლო დროს აი ეს ჯგუფები, მე ვცდილობ რომ ამაში მონაწილეობა არ მივიღო, ეს ჯგუფები ერთმანეთს უფრო აზიანებენ, ვიდრე აზიანებენ ბიზინა ივანიშვილს. ამიტომ მე ამას ყველაფერს ვარქმევ, ეს არის ძველი ოპოზიცია, ეს არის ჩვენი წარსული. აი ეს კინკლაობაც არის ჩვენი წარსული. და ამას გონია რომ ვენესუელაში ძალიან არ უყურე მე მინდა უთხრა რომ ვენესუელაზე რაც ვიცით არის შემდეგი რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს კი არ უჭერდა შეერაღებულ გადატრიალებას აწყობდა მადუროს წინააღმდეგ ჩვენ გვახსოვს ვენესუელა არიბი ქვეყანაა უდიდესი ნავთობმარაგით და სოციალისტი არის ეს ტიპი ვერ მოახერხა ოპოზიციამ კი არა, ამერიკამ ვერ მოახერხა. რა შუაშია ოპოზიცია? აი ოპოზიცია რა? დაწესებულია თან და ტიპი არის ნომერ პირველად, რა ქვია. და სხვათა შორის სალიკვიდაციო ობიექტად გამოცხადებული და იქ არის ყველაზე აკვატორიასთან ახლოს ჯარიც კი გააგზავნა ტრამპმა, მაგრამ აღარ შეუძლია ამერიკას ომების წარმოება მთელ სოფლიოში, იმიტომ რომ იქ რო რამე დაიწყოს ერთმანეთს ტრამპი ხო შვიდობის მოყველი ყოფილი არ იქნება და ჯესეთ ვერც კაკაჩას. რა შუაშია ვენესუელის მაგალითი? პირიქით, ვენესუელის მაგალითი ის არის, რომ სუსტი ქვეყანაა, სუსტი გულწრფელ იმას, რომ ბევრი უკმაყოფილო ადამიანია და იქაც კი, იქვე ამერიკაში, იქვე რუსეთი სად არის, იქვე აი ამერიკის უკანა ეზოში ვერ მოახერხეს სადაც ამერიკას პირდაპირ გაცხადებული პოლიტიკა აქვს, რომ იქ არაამერიკული პოლიტიკა არ უნდა წარმოვიდეს. არც არის ინტერესები. კი ბატონო. რა თქმა უნდა და შესაბამისად ვენესუელა ხა შორს რო გავუყვეთ ნავთობმარაგებით ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ სანქციების გამო ის მოქცეულია ვთქვათ ამ აკუუმში და შესაბამისად იქ ჰიპერინფლაცია ხო, მაგრამ ვერ ახერხებენ. ესო არა ბოლივარი მე მგონი? არ ვიცი, ბოლივარი დიდი ადამიანი ხო. ხო და მაგ ვალუტას მე მგონი. კაი, ვენესუელას დაუბრუნდებით. თაზო დათუნაშვილი გაუშვა. მე საქართველოს არა ვართ მაგ აქციის ორგანიზატორი. ჩვენ არა ვიცით არაფერი მაგ აქციის სცენარის შესახებ, რომელზეც ჩვენ ლაპარაკობთ. ჩვენ არავის არ ჩაუყენები ვართ არაფრის საქმის კურსში, იმიტომ რომ არა ვართ თანამონაწილე აი ამ საორგანიზაციო პროცესში. შესაბამისად მე არ ვიცი და პასუხისმგებლობას არ ვიღებ იმაზე, რაც იქ ხდება. როდესაც ლაპარაკი არის იმაზე, რომ რაღაცა დიქოტომია უნდა შევქმნათ. არა, ეს არის ლელო ხო, რამდენიც მე მახსოვს, ხო? ლელოც ემიჯნება. ბიჭო, სუნის დაყენება იმდენად რამდენადაც ეს ამბობს. არ დამიჭიროთ მე არა, რამდენადაც ეს ამბობს, რომ ესენი ხო გამიჯნეს, ესენი გარკვეულწილად თვითონ ოპოზიციაში ამათ იხსენებენ როგორც კოლაბორაციონისტები. ჩვენ არ მონაწილეობთ და დაგვანებთ თავი. ჩახსნილები არიან. ჩვენ გვეუნებიან, კაცო, ხელისუფლებას ეუნებიან, ხელისუფლების წარმომადგენლებს ეუნებიან. ჩვენო ნუ გვაკუკავთო ისეო, ნუ გვითვალთვალებთო. ჩვენო არაფერ შუაში არა ვართ, კაცო. ჩვენზე არის აქცენტი. გია ბუღაძე. სანამ გადავალთ გია ბუღაძე, კაცო, დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. საგარეომრო გერმანიის ოლქში დაიბარა. აი ყოჩახ. როგორც დაგვიანებულიც კი იყო რა. ყოჩახ. გვიან ვიდრე არის. ხო, მართალია. და გამოხმაურებები. ხო. ნაცების და ლიბერალების. რაო? სირცხვილი. რა, სირცხვილი არ უნდა. სირცხვილი ყოფილა ეს დაბარება ელჩი. გაზევება საჭირო. მაგალითად გაგდება. გასაკურველი ეგ სასახად, მაგრამ უყურე ამ ადამიანებს სირცხვილად არ შეუფასებიათ. უკრაინიდან რო გამოგვიგდეს ელჩი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის ბელორუსიაში რო დატოვეს და რუსეთში. ეგ არ შეუფასებიათ. რუსეთში არა, მაგრამ ბელორუსიაში. ხო, ბელორუსიაში. ეგ არ შეუფასებიათ, ბიჭო, სირცხვილად. როცა ყველანაირ საერთაშორისო სანქციას მიუერთდით, რაც საერთო ჯგუფური სანქციები რაც იყო და არა ინდივიდუალური.
და როცა ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეთ მოსახლეობის მიხედვით. ხო. საქართველოს. და ერთადერთი საელჩო იყო ომის პერიოდში, რომელიც 24/7-ზე მუშაობდა და არ დახურულა ომის და კიევიდან არ გაქცეულა. და მაგაზი არ უთქვიათ, რომ სირცხვილი არის უკრაინულ ხელისუფლებას როგორ გააკეთებდა. ბიჭო, იგი კაცი, რომელიც იმენ მართლა ხაბეიშვილისგან უკვე აღარ განსხვავდებოდა, თავის არც რიტორიკაში და არც ქმედებაში ეს გერმანიის ელჩი. მაგის დაბარება თურმე ყოფილა ქვეყნის სირცხვილი და ეს როგორ უნდა ჩამოვიდეს. მე მგონი რომ ცოტა დაბარება. აქვე მე მოდი ბანემ მაგ თემაზე ვილაპარაკოთ და ზელენსკის გამოსვლა შევეხოთ. ეს აუცილებელია. და სხვათა შორის ვიგინდრულ გამოსვლას, იმიტომ რომ ესეთი ვიგინდრული. მე ჩემს მოკლეას ვიტყვი და მე განავრცეთ. ზელენსკი თქვა ძალიან საინტერესო და ჩვენც მეგონი პოზიტიურადაც კი. ევროპამ დაკარგა საქართველო და არა საქართველოს დაკარგა ევროპა. მართალია ევროპამ დაკარგა საქართველო და შეიძინა პრობლემა გაიჩინა უკრაინის სახით, სადაც არის საზარელი კორუფცია, სადაც არის დიქტატურა, სადაც ადამიანებს ენის მიხედვით არჩევენ, ენის მიხედვით. მიდის დევნა რუსული ენის, იმიტომ რომ რუსულენოვანი ადამიანებიც იბრძვიან რუსების წინააღმდეგ, სადაც არის გარბის ხალხი, სადაც არის უდიდესი საშინელება ტრიალებს და სადაც უყურებენ როგორ დაითრიონ ეს მისი მიწები. და რა შეიძინა თავის ტკივილის გარდა ევროპამ აი ამ უკრაინით. კი, ძალიან კარგი თუ დავკარგა. ხო, მანდაც მე შეგეკამათებ, იმიტომ რომ ევროპას არ დაუკარგავს საქართველოს, რომ საქართველოს ბუნებითად ნაწილი არის. არა, მე გულისხმობ ევროპულ ბიუროკრატიამ, კი ბატონო, თავის გადაწყვეტილებებით. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეგეთი უსამართლო მიდგომის პირობებში ხარ, აზრი არ ქონდა. რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ? ნუ კი, სამხრივი მეგობრობა ჩვენი მხრიდან გრძელდება როგორც იმიტომ რომ ქვეყნებია და იმიტომ რომ მოდიდა პირდაპირ თქვათ რა. ხო, რასაკვირველია, ეგეც არის ფაქტორი. მაგრამ ის რომ ანუ ეს კაცი იქიდანაც რომ ჩვენ გუკბენს ანუ ყველა იქა, ანუ შენ ქვეყნის გადასარჩენად ილაპარაკე, რა გჭირდება რომ როგორ დაგეხმარო და ვისგან რა დახმარება უნდა. იმიტომ რომ არა. იქიდანაც რომ ჩვენ გუკბენს. მაგას ჩვევია ძალიან ცუდი ლაპარაკი ეგრეთ წოდებულ მოკავშირეებზე. უნდა გენახა რა სიტყვებით მოიხსენებდა ორმანს მაგალითად. როგორ აშანტაჟებს სხვა ქვეყნებს. ანუ მას არ მოუდგენია რომ არის დედამიწის მსნელი, ცივილიზაციის მსნელი და ვინც მაგის დააჯერეს. კი ბატონო, ვინც მაგის კაპრიზებს არ ასრულებს, ტრამპს უბრალოდ გაუბედა, მაგრამ შემდეგ მიხვდა რომ უნდა ერთი ადგილი აელოკა და ეხლა ესია, მაგრამ თუ სუსტია ვინმე, უტევს ძალიან თან, რა თქმა უნდა, უწიფრად, უკმეხად და საკმაოდ ბევრი მაგალითი ეგ ჩვევია მას. დემოკრატიულ კურსზე არ უნდა გველაპარაკებოდეს ადამიანი, რომელსაც დიქტატურა დაამყარა. რომელსაც ყველა მედია აკრძალა, პოლიტიკური პარტიები დაიჭირა. პოლიტიკური პარტიები აკრძალა, რომელიც ოპოზიციური იყო და ხრა და მოდი ბარემ აქ თემაზე ვარ, ტრამპის გამოსვლაც ძალიან მაგარი იყო, უშინდელი. ჩემი ფავორიტი პასაჟი იყო ლონდონის მერზე რო ილაპარაკა. ორჯერ ილაპარაკა, ერთი თვითონ ინგლისში როცა იყო. ხაშინელი მერი ყავთო. ანუ ჩიკაგოს მერსადა. შარიათს კანონების შემოღება უნდა, მაგრამ მან თავარი რა იყო. ზუსტად ისე ეგ რიტორიკული თანხვედრა, რაც ამდენი ხანი არის ქართულ ოცნებას აქვს, ის რომ ევროპაში რაც ხდება, ეს ტრამპის სიტყვები უკვე. ევროპაში რაც ხდება, ის რომ თქვენ კარგავთ თქვენ კულტურას, თქვენ ღირებულებებს, თქვენ ტრადიციებს, ჩვენი სიტყვებია. თქვენ რაც ხდით უნიკალურს იმისგან რომ იცლებით, ეს სრულად დაგაკარგინებთ ყველანაირ სუვერენიტეტს, ყველანაირ თვითყოფადობას, თქვენ აღარ იქნებით, ევროპა აღარ იქნება არაფერი. ამას მიმართავს ბიჭო კაცი იქიდან, რასაც ჩვენ ამდენი წელია ვლაპარაკობთ. ოღონდ აქ ვინც მაგას ისმის, გვეუბნება რომ ეს არის რუსული ნარატივი და იქ ტრამპი როცა მაგას უბედავ. თუმცა შეუძლიათ გაუბედო. მე ერთ ამას ვიტყვი, კიდევ ძალიან კარგი რამე თქვა უკრაინაზე ტრამპმა. თუ კიო უკრაინას უკვე ის ფერებზე კიდია. კიო კაცო მოსკოვამდე ჩავაო. ჩვენო ძმაო მივყიდით არ ახსო. და ეს ევროკავშირის დახმარებითო კაცო. ამერიკის დახმარებით ჩვენ დავხმარებით. მიყიდვით. ნატოსო მივყიდით. რა კარგია რომ დაფინანსება სამხედრო ხარჯების დაფინანსება გაზარდეთ. ეგ ძალიან კარგია და ჩვენო მოკიდ დაშეს კინოს კითკაც გაიგათოთ არა. ჩვენ უკვე დარწმუნებული ვარ, აი თითქმის ოფიციალურად აქვს განცხადებული, რომ ჩახსნილია რა ამ თემიდან. არ გამოვიდა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ჩახსნილია რა. აი ესეთი ამბავია. კაი, გავუშვათ ის ბაჩოს რო ეშინია ეს კაცი.
რეალურად ქართველებო, თუ თქვენ არ გამოხვალთ, თუ თქვენ არ შეიწუხებთ და ტელევიზორებიც არ გამორთავთ და არ მოხვალთ იქ ხო, ჩათვალეთ რომ თქვენ არ თავისუფლების ღირსი ხართ, არ დამოუკიდებლობის ღირსი არ ხართ. უნდა შევიკრიბოთ და დარწმუნებული ვარ, რომ შევიკრიბებთ, იმიტომ რომ ვარიანტი არ არის. საქართველოს ბევრად უფრო მეტი მნიშვნელობის არის ვიდრე ჩვენ. ეხლა ამას გაცილებით ცუდი სიტყვები აქვს ნათქვამი ჩვენზე, ჩვენ ჯოჯოხეთის მაშხალები ვარ, ჩვენ კუბში მოვიხარშებით და ეს კიდევ ყველა კოციო ხო ჯოჯოხეთში ვარ. კუტაბიჭი გავუშვით თუ შეიძლება. აღარ არის თან კუტაბიჭი, მაგრამ გავუშვით. კაცი. 320 დღეც რო იდგე, შეიძლება რაღაც არ შეიცვალოს, ამიტომ მიდის ძიება რა უნდა იყოს რაღაც განსხვავებული და 4 ოქტომბერს ერთ ეს იყო, რომ რაღაცა განსხვავებული, რაღაც განსხვავებული მარტივ ფილოსოფიას დევს ახლა ბევრი ვარ ვიჭერმეტყოლად არის ის რომ შენ რომ აქ აქციაზე მოდიხარ იმისთვის რომ თავი არ გავალახინო, თავი არ ვაცემინოთ, თუ დაიწყე ჩვენი ჩაგვრა, ვერ დავჩაგრო. ვიყო და ამ განწყობით რომ აქ იქნება დიდი ალბათობით ჭუბი და ამ ჭუბში ჩვენ არ უნდა დავიხიოთ უკანო. და იქ მოსულა და მათემატიკაში ყველასთან გეცოდები რომ ყველა მაგით მოვიდა 1000 კაცი თუ მოვიდა გეცოდება ის 1000 კაცი წინა 100.000-დან გასხვავებით სხვა ფილოსოფი და სხვა ხედით არსებობს და მას მაინც ნახავ რამდენია და მე გეტყვი რა შენ რატო ვერ გაიგე გამორთეთ რატო ვერ გაიგე იცი რამე სერიოზულსელი არა აზრია გენერატმა არა ლოგიკური რა თქვა რომ ესენიო გამოდიან იმიტომ რომ თუ გაილახებიანო უფრო მაგრა დაუდგენო გალახოს რამდენჯერ უნდა გაილახო კაცო ხო და ამას ამბობს რომ კაროჩე 4 ოქტომბერს მაქსიმუმი რაც მოხდება არის რომ გაილახონ აქციის მონაწილეები მაგრამ არ შეეშინდეთ გალახვის შენ ხელშესახები მიზანი კი არა ხელშესახების შედეგი და ვთქვათ რამე ფუნქციური არაფერი მოხდება. უბრალოდ თუ გაილახებიან, მანამდე ეშინოდათ, ეხლა აღარ შეეშინდება. სუ არ ეშინიათ ამათ, კაცო. არა, დეკლარირებულად არ ეშინიათ. 4 ოქტომბერს უფრო არ შეეშინდება. და როგორ ამბობს? რესტარტი იქნებაო და რის რესტარტი იქნება? რა რესტარტი, კაცო, ესენი ამბობენ, რომ თავდებით ჩვენ 4-ში. და ირაკლი კუპრაძე, აი პატარა ბიჭმა კულტურო დაუძახა. ხო, ვანახეთ ეს ვიდეო. თუ შეიძლება გავუშვით კუპრაძე კაი საინტერესო რაღაცა. სტრატეგიულ წინააღმდეგობაში უნდა ვიყოთ. სტრატეგიულად უნდა ვებრძოლოთ. მარტო მხოლოდ რაღაცა მიწოვლის იმედი არ უნდა გქონდეს. წინააღმდეგობაში ისე უნდა შევიდეთ, რომ ივანიშვილს მოვუგოთ მათ შორის გონებით. გონებითაც არა, გავიგე. ანუ ეს ძადნი არის, ხო ერთგვარი, არა? მიწოვლის იმედი არ უნდა გქონდეს მარტო, საერთოდ არ უნდა გქონდეთ. მიწოვი თქვენ რომ მიაწვევით, კიდე არის ხელახლა მისაწვევი ის, მაგრამ გონებით უნდა მოვუგოთ ივანიშვილს. რა ვიცი. მეგონი ამათ არ. სადაც დაგიჭირა, დამხნით 2011-12 წლიდან სადაც დაგიჭირა გონებით სწორედ იქ მოგიგოთ, მოდი ესე ვთქვათ. მოგიგოთ არ მინდოდა. მოდი გავუშვოთ, ეხლა ნამდვილი ქართველი მაგარი კაცი, ისეთი არ ვაშკაცთან ერთად ბავში ტიპი. არა, შემსრულებელი როჟაც, ისპალნიტელი? ისპალნიტელის და ისეთი რა დონი რა. გია ხუხაშვილი. უი, სტრატეგოსი. სტრატეგოსი ცალკე და მაფიოზი ცალკე. მაფიო სტრატეგოსი, მისი სტილია სტრატეგიული გათვლები. კი ბატონო, გავუშვით. სერიოზულად. ოპოზიციაში დღეს ჩვენ სამი სხვადასხვა მიმდინარეობა გვაქვს. ვიღაცა მიდის არჩევნებზე, ვიღაცა გვეუბნება რომ 4-ში ვიწყებთ რაღაცას და საღამოს ვამთავრებთ და ვიღაცა ამბობს რომ მე არანაირ თარიღს არ ვასახელებ და დინამიკაში უნდა მივახციო იმას, რა ქვია, საყოველთაო დაუმორჩილებლობას. არც ერთ ამ სამ მიმდინარეობას პერსპექტივა არ აქვს ცალ-ცალკე. ერთადერთი შანსი იყო, რომ ესენი ყოფილიყო ერთად, ან ერთი დღის წესრიგით, ან მეორეთი, ან მესამეთი, ხო? ისე რა გინდა რომ თქვა ეხლა, მინდოდა რამე ნეგატიური თქვა, მაგრამ რა გინდა ეხლა ამ შემთხვევაში ძალიან ბიჭო ესეც რო ხედავ. ან ეს არის, ან ის ან არა, რა თქვა, იცი რომ თქვენი დედავატირე, სამივეს დედავატირეო, მაგას არა, მაგრამ მე ვიტყვი. ანუ ან ესე შეთანხმებული ყავთ, ან ისე და ცალ-ცალკე არავის შანსი არ გაქვდა. ბოლოში ნახე, ქეთი დევდარიანი, ირაკლის აღინაძე, ქეთი დევდარიანი, წავიდა. ვარსკვლავცვენა არის, როგორ რამდენიც არ უნდა იცინონ პოსტივიზე თუ იმედზე რომ იქ 5 კაცი დარჩა თუ აქ ტელევიზიას გადაცემა დაუხურეს თუ იქ რაღაც ხდება, უნდა ვიცოდეთ რომ სანამ გვაქვს იმედი და სანამ გვაქვს შემართება ბრძოლის, ვერაფერს ვერ მოგვიხერხებთ. ვერ გავიგე, მოდი ესეც ვერ გავიგე. მოიცა. იმედზე და პოსტივიზე იმაზე რომ 5 კაცი დარჩა. იმედზე კი არ იცინიან და პოსტივიზე. პოსტივიში იცინიან, პოსტივიზე ზივარ. მე მეგონა პოსტივიზე შენ დღეს რაღაცა. არა, ლოგიკურად ქართულად როგორ არის?
სანამ არ უნდა რამდენი უნდა იცინონ იმედზე და პოზიტივიზზე რა ისეთ არხზე გასაგებია რაცა უნდა რამდენიც არ უნდა იღლიცინონ მე მაინც ფაშისტად და მიშისტად დავრჩებიო მე მაინც ფაშისტად და მიშისტად დავრჩებიო შემართება თუ გვაქვს ნას მალა რუსებს აქვს ნომივ წილინაშკა ხაი ესე ძალიან ცნობილი და რა სერგი კაპანაძე არ გვინდა მივაყოლოთ ირაკლის აღინაძე ირაკლის აღინაძეც კარგია რომ მივაყოლოთ ვერ ვახერხებთ ბოლომდე მივაწვდინოთ აი შეგრძნების დონეზე ადამიანებს რომ გადარჩენის ინსტინქტზე შევეხოთ რა არგუმენტები ხშირად სიტყვები აზრსაც ყველაფერს გაიგებს მაგრამ ვერ გრძნობს სანამ არ იგრძნობენ რომ ეს მართლა სასიცოცხლო მნიშვნელობის ეს რაღაცა მანევრი პოლიტიკური რაღაცა არა მან იყო რამდენიმე წელი ვერ დაელოდება ეხლა უნდა იგრძნოს ხო მე გეტყვით ანუ ესენი მიხდნენ არა რა თქმა უნდა ვერ მიხდნენ გძნობენ რომ მათი პროპაგანდა და მათი ალარმიზაცია ყველაფრის არის უშედეგო ანუ იმ ადამიანებს ცოტა ხანში გინებას დაიწყებენ იმაცას მასების ქართველი მათ შორის მე პროტესტი მასების გინებას დაიწყებენ კი რომ ვერ არა გძნობენ რომ როგორ სერიალებსაც იღებდნენ ეს სერიალები რა იყო რა როგორ უნდა ქართველ ლიბერალს საქართველოს მოსახლეობა რო აზროვებდა რეალობა არა ან როგორი რეალობა უნდა ქართველ ლიბერალს და ეს არ აღმოჩნდა კინოდან ვერ გადმოვიდა ეს არ აღმოჩნდა ესენი არიან ჩვეულებრივი დინოზავრები ბიჭო ვერაფერს ალღო ვერ აუღეს ვერც ერთი მხრივ ტექნოლოგიებს ვერც კულტურულ და სოციალურ პროცესებს მართლა ტიპები თვითონ იყვნენ რაღაცა რეტროგრადების წინააღმდეგ აღმოცენებული რაღაცა მიშას ეს კულტურული ელიტა რომლებიც რეტროგრადდება თვითონ გადაიქცნენ ჭარბი რეალობის შექმნელები იმდენად შევიდნენ როცა უკვე თვითონ მონსტრმა შეჭამა ის გაიგე მონსტრმა შეჭამა მათ დავით გონიათ ნანუკა ჟორჟოლიანი ფინალია და სანამ ფინალზე გავა ამათ კი აჯობა უკვე ნანუკამს მაინც აპოლკაობა და ძალიან კარგი რაღაცა ითქვა რა ამათ ესე იგი და ნანუკა უფრო სწორ გზაზე დადგა რამხრივ ამბობთ ვიდრე კეთილდევდა რა ისინი რაღაცა წიგნებია არა მე რა ბიჭო ეს არა უშლის ხელს უკვე მას უშლის ხელს არა რაღაცა არა უტიფარი არ არის კეთილდევდან ეგეთი უტიფარი ეს არის ინფუზორია ცოტა ბაბლმა და მესვამეს ვამბობ აი ამ ცოტა კრეატიულმა კლასობამ მათმა აქცია რეტროგრადებად იმიტომ რომ ეხა ვერაფერს ვერ აუღეს ალღო და ნანუკა ინფლუენსერები უფრო მასებზე გავიდა და აბსოლუტურად უტიფარია ყველაფერს წავა ამათ აქვს პრეტენზია რომ რასაც ამბობენ რაღაცნაირად დაასაბუთონ ან ვიღაც ჭირდება ეხა ხო მაგრამ განსხვავება ეგ არის განსხვავება დასცინის კაცი თედდებდარიანი ნანუკას ძალიან დასცინის მე რა ანადგურებს აღარ გვინდა ნანუკა ჯობია მაინც ნანუკა გვირჩევნია მე უბრალოდ იმის თქვა მინდა რომ ამბიჭებს კარგად ვიცნობთ ამ სასტავს მართლა წლების მანძილზე კვერცხის ნაჭუჭში ისხორეს მართლა გარეთ ვერ გამოდიოდნენ როგორც კი გარეთ გამოვიდნენ დაჟე თავიანთ მომხრეებთან მიხვდნენ რომ ვერ არწმუნებენ და ეს არის მათი ტრაგედია გაუშვათ ნანუკა ადამიანებმა ირწმუნეს რომ არსებობენ ადამიანები არსებობენ პოლიტიკოსები თუ არაპოლიტიკოსები თუ მოქალაქეები თუ არამოქალაქეები რომლებსაც უნდათ ბრძოლა ამდენი ხნის განმავლობაში რა პროცესებშიც ვიყავით სამწუხაროდ ვერცერთმა პოლიტიკოსმა ვერცერთმა ლიდერმა ვერ დაინახა საზოგადოების რეალური დაკვეთა რა იყო და საზოგადოების რეალური დაკვეთა იყო ბრძოლა გავიცი მე იცი რა მაინტერესებს ამ ქართულ ჟურნალისტებს რომლებსაც ეს ჟურნალისტი არ არის როგორ არ არის ეს არის ჟურნალისტიც არ არის ამან თავის დროზე ძალიან ცოტა ხანი იყო ჟურნალისტი 3-4 წელი ქართულ ჟურნალისტებს რომლებსაც მე გულისხმობ იმ კატეგორიას რომლებსაც წიგნი არ აქვს წაკითხული და ეს ჟურნალისტობა 90-იანებში შექმნეს ეს რაღაცა ნარატივი აი როგორც თქვათ მე არც ნეგატიურად ვამხარს პოზიტიურად აი როგორც რაღაც თეატრის მსახიობს გამოარჩევს რაღაცა კონკრეტულ რატო გამოარჩევს ამათაც რაღაცნაირი თხრობის მანერა რომელიც ვერ გავიგერ არის უბრალოდ ბევრი რო ილაპარაკონ და აზრი რო არ გეტყვის ზუსტი პასუხი მაგაზე ზუსტი პასუხი მაქვს აი უბრალოდ მოქალაქეებს თუ არამოქალაქე რაც ნიშნავს არამოქალაქე ერთ წამი მითხარი არამოქალაქე რას ნიშნავს ზუსტი პასუხი ბიჭო გეტყვი რატო გააკეთე ესე გეტყვი გინდა აი ზუსტი რო არ დაჭერილი ეგეც არა ჯესედ უსაგნო საუბარი ხო უსაგნო საუბარი რა გეტყვი რატო ხო აი აუ ძალიან მარტივი მიზეზია და გაგიკვირდი ეროსი გენიალური კაცი რომელმაც შექმნა ამერიკული სკანდალური ტელევიზია
სწრაფად უნდა ელაპარაკოთ და დრო იწელება ბიჭო, დიდხანს ლაპარაკობ ამაზე. ამას, აბა ანალოგიას გავაკეთებ და მოგეწონება. ნოდარა რო არის დებილი, შავტუხა. ხო სიუჟეტს აჩვენებს. მანამდე ხო მიდიოდა რა გააკეთა. მანამდე ანონსს აკეთებს, მე ჟურნალისტს უძახის და სიუჟეტზე ბაზოვებს და მე სიუჟეტს აჩვენებს. არაფერზე ლაპარაკობენ დიდი ხანი. მიდის დრო იწელება, დრო მარტივია ძალიან. აი ხდები რასაგიჟია. თვითონშიც არაფერი უდევთ და მაგიტომაც არის. ჩიჩინიჭრის მაგათისა რომ ბევრი უნდა ყოფილიყო მიწოდა, ბევრი სიტყვები, ექსპრესია, გამოდის თუ არა ყველგან თბილისში, წორში, იმაში ხდები აი რაღაცებს ლაპარაკობ. მოქალაქე, უბრალოდ ადამიანი და რაღაცებს ლაპარაკობ, კაი. ერთ-ეგივე რაღაცებზე ლაპარაკობ. ბაზარი არ არის. სინონიმებს ამბობ ხშირად, გაიგე? ხო და ეგ არის მეთოდი, ბიჭო, მაგათი მოფიქრებული მეთოდია. სინონიმებს ამბობ. სინონიმებს ბევრს ამბობ და ნელა უმატებ რა. მოქალაქე თუ არა მოქალაქე, პოლიტიკოსი თუ არა პოლიტიკოსი. თუ უბრალო ადამიანი. ყველა. და მე მარშებზე ეგრე არისო, გახსოვს ტატუიროშიკების მარშები, ინგლისური სტუდენტების მარშები, ერთ-ეგივე ყველაფერი. კონტექსტი იბერება, კონტექსტი. ხელოვნურად. ტატუიროშიკების მარში. კარგა ხსოვს, იყო ჩემი ტატუ მასტერების მარში, ხო? პროქტოლოგების მარშიც. პროქტოლოგების მარში. დასრულდა კრახი. არა, პროქტოლოგების არა. კარგით მადლობა. კარგად გზადდებოდეთ ხვალ შეხვედრით. ნახოთ.